თქვენი ესტაფეტა გააგრძელა ვატომ? რა ემოცია იყო, როცა ვატომ ეროვნულ ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა? სხვათა შორის ესე იგი, ალბათ ყველაზე ძნელია. ეხლა რომ უფიქრდები, რა შეგრძნებები ქონდა ჩვენ, ეხლა ჩემი შვილი არ არის ვატომ, არა, რა ხო, რეზის შვილია და ჩვენც ეხლა რაღაცა განსაკუთრებული ძმისშვილია მესმის, მაგრამ კიდე ამ ფეხბურთს ეხლა მე ვიხსენებ მამაჩემს და დედაჩემს რა შეგრძნება შეიძლება რომ ქონოდა რა. ანუ ის ერთი რთულია ამ ყველაფრის ყურება, ეხლა საბედნიეროდ ის თამაში, როცა ვატომ ეგ გოლი შეაგდო, რაღაცა განსაკუთრებულად რთული. თან იმ კარებში გაიტანა, სადაც თქვენ გაქვთ ნაკრებში გატანილი, სულ ერთ მხარეს გაქვთ გატანილი. მე არა, ალბანეთთან იქით მაქვს მე ეგრე მახსოვს რომ სულ მარცხენა მხარეს. ხო, იმის ტუნელის მხარეს შეაგდო ვატომ. აქეთ შეაგდო? ხო, ალბანეთთან მაგ თამაშს ვიყავი, ჯამარაულო მაგარი პასი მოგცა. 98 წელს იყო, 62 წუთზე თუ რაღაც შემოხვედით და მალევე გაიტანა. ალბანეთთან შევაგდა 1-0 მოვიდა. კი, 2000 წლის შესაძლოა. ისრაელთან მაქვს შეგდებული, სასომხეთთან მაქვს იქით 2 გოლი, ალბანეთთან მაქვს და ერთი გოლი მაქვს. აქეთ მართალი ხარ, არ მაქვს. მე არა, ეროვნულ ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში ხო დინამოში? არა, როგორ არ მაქვს, პოლონეთთან მაქვს მაგარი გოლი შეგდებული იქით. 3 რომ მოვიგე. პირველი მე შევაგდე, სასწაული გოლი შევაგდე. შოთი მაგარი паси მოწადე, სამჯერ მოვატყუე. Szota Arweładze. Szybki, dynamiczny, dobrze wyszkolony technicznie, dośrodkowanie na swego brata Arciła. Ten drybluje, długo zawile i strzela w końcu bramkę. 1-0 dla Gruzji.